თბილისში სამხრეთ კავკასიაში პირველი სრულად ელექტროდამტენი სადგური გაიხსნა. პროექტი კომპანია სოკარს ეკუთვნის და მიზნად ისახავს ქვეყანაში ელექტროტრანსპორტისთვის საჭირო დამუხტვის ქსელის გაფართოებას. საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $200,000-ია. დღეს ჩვენ გავხსენით საქართველოში სრულიად ელექტროსადგური, რაც გულისხმობს სადგურზე არ არის ხელმისაწვდომი საწვავი, მხოლოდ ელექტროდამტენებით არის აღჭურვილი და მზის პანელებით მარაგდება 25% მარაგდება მთლიანად მზის პანელებით. შესაბამისად ასეთი ტიპის სადგური როგორც საქართველოში, ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არ არსებობს და ჩვენ პირველები ვართ. სადგური ექსკლუზიურად ელექტრომობილებს ემსახურება და აღჭურვილია 4 დამტენი ერთეულით, რაც ერთდროულად 6 ავტომობილის დამუხტვას უზრუნველყოფს. 2 მათგანი ავტომობილის სრულად დამუხტვას დაახლოებით 40 წუთში ახერხებს. დანარჩენი 2 კი გათვლილია მომხმარებლებზე, რომლებიც ადგილზე უფრო ხანგრძლივ გაჩერებას გეგმავენ. ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, ქვეყანაში მწვანე ენერგიის განვითარებისთვის. ვფიქრობთ, აქტიურად გავაგრძელებთ განვითარებას ამ მიმართულებით. მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოში ელექტრომობილების წილი და უფრო აქტიურად ვფიქრობთ, რომ იქნება ეს მომავალ წლებში. ელექტროდამტენების რაოდენობაც ადეკვატურად იზრდება. დღესდღეობით ესეთ საჯარო ელექტროდამტენები არის დაახლოებით 300 ქვეყანაში და ჩვენი მოლოდინით 2030 წლამდე მინიმუმ 2500 ელექტროდამტენზე უნდა ავიდეს. შესაბამისად ვცდილობთ, რომ თადარიგი დავიჭიროთ და ჩვენ თვითონაც ექსპერტიზა ავიღოთ ამ მიმართულებით, ვისწავლოთ როგორ ვითარდება ეს მიმართულება და ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ადეკვატური ვიყოთ ბაზრის. საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობა მზარდია. 2025 წელს ქვეყანაში დაახლოებით 17,000 ელექტრომობილი იყო. წინასწარი პროგნოზით კი 2030 წლისთვის რაოდენობამ შესაძლოა 80,000 მიაღწიოს. შესაბამისად იზრდება მოთხოვნაც დამუხტვის ინფრასტრუქტურაზე.